ვიწყებთ რუსთავის მერვე საგამოცდო მარშრუტს. მოკლედ, მომსახურების სააგენტოდან გამოვედით, ჩართული გვაქვს მარცხენა ციმციმა. წრეზე შესვლის დროს ვთავთ მარჯვენა ციმციმას. არ დავაგვიანოთ მარჯვენა ციმციმის ჩართვა. 50-იანი მონაკვეთია. თუ არაფერი გვაბკოლებს, ვაკონტროლებთ სიჩქარეს. შევეცადოთ, რომ ვიმოძრავოთ მაქსიმალური სიჩქარით. 45-ით მაინც. შევანელოთ, ჩაგვიჭრეს გზა. შუა სარკე ამ დროს აუცილებლად გამოსაყენებელია, მეგობრებო, მივაქციოთ შუა სარკეს ყურადღება. რათა უკნიდან მომავალი საფრთხეც აღვიქვათ დროულად. და განსაზღვროთ დისტანცია უკან ყოფ მანქანასთანაც. 300 მეტრში მოუხვიე მარჯვნივ. მალე მოუხვიე მარჯვნივ. შევდივართ აჩქარების ზოლში. აქ ახლა ვიხედები, რომ განსაზღვრო რა მანძილზე მოდიან მანქანები, საკმაოდ შორს არიან, მაგრამ აქ ქვეითებმა შეგვაფერხეს ახლა, ამიტომ ახლა უკვე ის მანქანები, რომლებიც შორს იყვნენ, უკვე დაგვეწიენ, ჩავრთე მარცხენა ციმციმა, ვიხედები სარკეში, გავატარე მარცხენა ზოლში მოძრავი მანქანები და ავაჩქარე და გადავედი. სამოცდაათიან მონაკვეთში მოძრაობთ, მაგრამ ჩვენ წინ მიმავალი მანქანები არ გვაძლევენ სიჩქარის მაქსიმუმამდე წევის საშუალებას, ამიტომ მთავარია დისტანციას მივაქციოთ ყურადღება, რა სიჩქარითაც მოძრაობთ. ახლა ჩვენ მოძრაობთ დაახლოებით 50-ით და ჩვენ წინ ყოფ მანქანასთან 25 მეტრი გვჭირდება დისტანცია. თვალის ზომით, რა თქმა უნდა. შევანელეთ, ნახე როგორ გააჩერა, გავაგრძელეთ მოძრაობა. 500 მეტრში მოუხვიე მარცხნივ. სამას მეტრში მოუხვიე მარცხნივ. ციმციმას არ ვთავ, რადგან ერთზოლიან მონაკვეთში ვარ. შესაბამისად, მხოლოდ მარჯვენა ზოლია ჩვენი მოძრაობის ზოლი, ამიტომ ამ ზოლიდან განვახორციელებთ მოხვევას. თუ ზოლის შეცვლა არ მჭირდება, 300 მეტრში ციმციმას არ ჩავთავთ. მალე მოუხვიე მარცხნივ. აქ ხაზი არ ეთყობა, ღერძულა, ამიტომ ყურადღებით იყავით. დაიკავეთ უკიდურესად მარჯვენა ზოლი, განსაზღვრეთ წინიდან მომავალი მანქანები. არავინ ჩვენს ახლოს არ მოძრაობს, შევამოწმე სარკე, მხარზე გავიხედე და განვახორციელე მოხვევა. რადგან მარჯვენა ზოლი თავისუფალია, გადავედი მარჯვენა ზოლში. მეგობრებო, აქ მარცხენა ზოლში, როცა მარჯვენა ზოლი თავისუფალია, არ არის მიზანშეწონილი მარცხენა ზოლში სიარული. ახლა ჩვენ რომ ამ საგამოცდო მანქანას გავასროთ, ჩაჭრიან მიმოსავლეს რა. ამიტომ ნელა გავიაროთ აქ, ნელა. ეს მომხვევ მარშრუტში ყოფილა, ამიტომ ალბათ მასზე ნათქვამი მქონდა, რომ 300 მეტრში მოუხვიე მარცხნივ და იმით ეკავა მარცხენა ზოლი. მაგრამ თუ პირდაპირ ვაგრძელებთ მოძრაობას, მარჯვენა ზოლი თუ თავისუფალია, მარჯვენა ზოლში უნდა ვიდგეთ ყოველთვის.
დაბრძოლებებია მარჯვენა ზოლში და იმით ვარ დავდივართ. გადასასვლელი თან შემაღლებული ქვეითთა გადასასვლელია, თან ცოტა გაფუჭებული მონაკვეთია, ამიტომ ძალიან ნელა გავივლით. როდესაც მარცხენა ზოლში სიარული გიწევთ, იცოდეთ, რომ მაქსიმალური სიჩქარით უნდა იმოძრავოთ. აქ არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ მინიმალური სიჩქარით სიარული. მარცხენა ზოლი ყოველთვის ჩქარი ზოლია, გაითვალისწინეთ. სამას მეტრში მოუხვიე მარცხნივ. მალე მოუხვიე მარცხნივ. უხვევთ მარცხნივ. ნახეთ, ოღონდ უხვევთ კუნძულიდან მარჯვნივ. ვიხედებით მარჯვნივ და ვაგრძელებთ მოძრაობას. 300 მეტრში მოუხვიე მარჯვნივ. გვეუბნება, ვიჭერთ მარჯვნივ. ვრთავთ მარჯვენა ციმციმას. ჩაურთეთ მარჯვენა ციმციმა. ეხლა ჯერ არ გადავალ, რადგან დაბრკოლება არის მარჯვენა ზოლში. გავცდები დაბრკოლებას და გადავდივარ მარჯვენა ზოლში, რა თქმა უნდა, სარკე და ციმციმის გამოყენებით. და კიდევ დაბრკოლება შეიქმნა. ეხლა გადავალ. მალე მოუხვიე მარჯვნივ. ზებრაზე არავინ არის, დათმობის ვალდებულება მაქვს, ვიხედები მარცხნივ ყურადღებით, თავისუფალია გზა და ვაგრძელებ მოძრაობას მარჯვენა ზოლში. აქ აუცილებლად ჩაურთავთ მარცხენა ციმციმას, დათმობის ვალდებულება გვაქვს, ყურადღებით ვიხედებით მარცხნივ. ჩვენი ზოლი თავისუფალია, ვაგრძელებთ მოძრაობას. აქ ჩვენი ზოლი თავისუფალია და ვაგრძელებთ მოძრაობას, მაგრამ დააკვირდით რა, თუ მარცხენა ზოლში მანქანა მოდის და თქვენთან უკიდურესად ახლოს შეიძლება იყოს თქვენი ზოლთან შეერთების დროს, შეეცადეთ რომ აი მარცხენა ზოლში მოძრავი მანქანაც გაატაროთ. 500 მეტრში მოუხვიე მარჯვნივ. ეს არის ნომერ მერვე საგამოცდო მარშრუტი. ჩვენ გახლავართ ავტოსკოლა საჩხერეში და თბილისში. ჩვენი ავტოსკოლა თბილისში მოგამზადებთ ნებისმიერი საგამოცდო ქალაქისთვის. 300 მეტრში მოუხვიე მარჯვნივ. ჩვენ თბილისში გვაქვს შესაბამისი ქალაქების მიხედვით შერჩეული გზები და მსგავს მარშრუტებზე გაგატარებთ, რომელ ქალაქშიც ავარებთ გამოცდას. მალე მოუხვიე მარჯვნივ. ნახეთ, მოუხვიე მარჯვნივ. აქ დააკვირდით ველოსიპედის ბილიკი როა. აი ველოსიპედის ბილიკს არ უნდა შევეხოთ. ქვეითთა გადასასვლელი. გააჩერე. ნახე, ბოლომდე ველოდებით, რადგან მარცხენა ზოლში მანქანა მოძრაობს, ხო? და ქვეითი არ იყო უსაფრთხოდ ჯერ. უკიდურესად მარჯვენა მხარე გეჭიროს, აქ დაუხაზავი მონაკვეთია. $500 მეტრში მოუხვიე მარცხნივ.
300 მეტრში მოუხვიე მარცხნივ. ვემზადებით. თავთ მარცხენა ციმციმას, ვამოწმებთ მარცხენა ზოლს და ვიჭერთ მოუხვევ ზოლს. მალე მოუხვიე მარცხნივ. ჩავრთე ისევ მარცხენა ციმციმა და აქ უნდა მოუხვიოთ მარცხნივ. ნახეთ, დააკვირდით ველოდები. ნახეთ, შეხედეთ, აინთო ჩვენი დამატებითი მწვანე და ამ შემთხვევაში მოგვეცა უფლება რომ გავაგრძელოთ მოძრაობა. ახლა ყურადღებით იყავით, ძალიან ყურადღებით იყავით. აქ დაბრკოლება გვაქვს, გადავდივართ მარცხნივ. ახლა მეგობრებო, ნახეთ, მარცხენა ზოლში ვაგრძელებ მოძრაობას. ახლა გზა უნდა გადავკვეთო და თითქოს ისევ შემიძლია მარცხენა ზოლში გავაგრძელო მოძრაობა, მაგრამ არა. ახლა მარცხენა ზოლში რომ მოძრაობა გავაგრძელო, შევალ საპირისპირო ზოლში. ეს მონაკვეთი არის კი ბატონო ორზოლიანი მონაკვეთი, მაგრამ ნახეთ ამ გზაჯვარედინზე, როდესაც გადავდივართ, აუცილებლად უნდა შევიდეთ უკვე მარჯვენა ზოლში. ნახეთ, შევამოწმე მარჯვენა და მარცხენა მიმართულებები, აქ დაბრკოლება მაქვს და კი ბატონო, ეხლა გადავარ, რადგან დაბრკოლება მაქვს საპირისპირო ზოლში. ნახეთ, საპირისპირო ზოლში ვარ გადასული. ვრთავ მარჯვენას და ისევ ბრუნდები ჩემ ზოლში. არა გვერიოს. მალე მოუხვიე მარცხნივ. დათმობის ვალდებულება გვაქვს. ვიხედებით, როგორც მარჯვნივ, ასევე მარცხნივ და შემოვდივართ მარჯვენა ზოლში. თავარ გზაზე მოძრაობთ. ნახეთ, ყურადღებით ზებრასთან გავაჩეროთ, ეს მარშრუტი მოძრაობას იწყებს, შევამოწმე ზებრა, არავინ არ მოძრაობს, გავაგრძელე მოძრაობა. მალე მოუხვიე მარცხნივ. ყურადღებით წინიდან მომავალ მანქანას ვაკონტროლებ, ეხლა ვაკონტროლებ სარკეს და ვიხედები მხარზე. თავარ გზაზე მოძრაობ და შემოვედით მარცხენა ზოლში. მალე მოუხვიე მარცხნივ. ჩავრთე მარცხენა ციმციმა და გვაქვს სტოპ ნიშანი. მიაქციეთ ყურადღება, სტოპ ნიშანი. აუცილებლად ვჩერდები, რომ არავინ არ მოდიოდეს. ვაკონტროლებ. და შემოვდივარ პირველივე მარცხენა ზოლში. მალე მოუხვიე მარჯვნივ. ჩავრთე მაშინვე მარჯვენა ციმციმა, სარკე მხარი შევამოწმე და გადავედი მარჯვენა ზოლში. ნახეთ, ქვეითი როგორ ზებრასთან მეგობრებო, ასევე ყურადღება მიაქციეთ საჭეზე ხელის მოკიდებას. საჭეზე ორივე ხელი უნდა გვეჭიროს თანაბრად. აი შუაში სადაც ღერძი აქვს რულს, მაგასთან უნდა იყოს ორივე ხელი თანაბრად მოკიდებული ყოველთვის. თუ დაუშვათ ხელი გაგიოფლიანდათ, აუცილებლად არავითარ შემთხვევაში არ გაუშვათ ორივე ხელი. ერთი ხელი გაიწმინდეთ, 2-3 წამი შეგვიძლია ღვედმა შეგვაწუხა, თავი მოგვექავა, ხელი გაგვიოფლიანდა.
ani საჭიროების სამები გავისურთავებთ, ხელს დავუშვათ ისევ მოვკიდებთ. შემდეგ მეორე ხელს გავუშვებთ, ისევ გავისურთავებთ, ისევ მოვკიდებთ. 2-3 წამზე მეტი ხელი არ გავუშვათ საჭირს. ორივე კიდე ერთდროულად საერთოდ არ გავუშვათ. იმოძრავე პირდაპირ. აქ ქვეითა გადასასვლელი გვაქვს, ყურადღებით ვიყოთ, საკმაოდ გრძელი ზებრა არის. თავარ გზაზე ვიმყოფებით. მეტრში მოუხვიე მარცხნივ. ვაგრძელებთ მოძრაობას. სამას მეტრში მოუხვიე მარცხნივ. რადგან 300 მეტრში მოუხვიე მარცხნივ გითხრა, უკვე ვიცი ჩავრთე მარცხენა ციმციმა და უნდა გადავიდე მომხვევ ზოლში. ანუ მარცხენა ზოლში უნდა გადავიდე, სარკის ამოწმებით, შემდეგ ხარზე ვიხედებით და გადავედით მარცხენა ზოლში. გავთიში აუცილებლად ციმციმა, დაველოდები, ახლა მალე მოუხვიე მარცხნივ სულ. მალე მოუხვიე მარცხნივ. ეხლა მიაქციეთ მეგობრებო ყურადღება, ნახეთ რომელ ზოლში შევიდე. ანუ მარჯვენა ზოლში უნდა შევიდე. პირველივე მარცხენა ზოლში რო შევიდე, პირველივე მარცხენა ზოლი არის მომხვევი ზოლი. უკან დასაბრუნებელი ზოლი. ამიტომ უპირატესობით მოძრაობ და ნახეთ დააკვირდით. აქვე კი არ შევედი პირველივე ზოლში, შევედი მეორე ზოლში. ხედავთ? აი მეორე, იმიტომ რომ ჩვენ პირდაპირ უნდა გავაგრძელოთ მოძრაობა, მაგრამ აქ გვაქვს დათმობის ვალდებულება. აქ რო ეხლა თქვენ მარცხენა ზოლში შემოსულიყავით, პირდაპირ უკვე ჩაიჭრებოდით. დათმობის ვალდებულება მაქვს, გავიხედე არავინ არ მოძრაობს, გავაგრძელე მოძრაობა. და დამხვდა დაბრკოლება. აუცილებლად ვიცვლი ზოლს. მალე მოუხვიე მარჯვნივ. მარცხენა ზოლში ვარ. გადავდივარ ეხლა მარჯვენა ზოლში. თუმცა მარცხენა ზოლიდანაც შეგვეძლო აქ მოხვევა, იმიტომ რომ ორივე ზოლი უხვევს, გავიხედე, დათმობის ვალდებულება მაქვს. დავხვდა დაბრკოლება, შევანელე, შევამოწმე სარკე, მხარზე გავიხედე და არავინ არ იყო, გავაგრძელე მოძრაობა. თუ ვინმეს დავინახავდი რომ მოძრაობდა, გავაჩერებდი, გავატარებდი, იმიტომ რომ უკვე წინ მანძილი აღარ მქონდა, ახლოსივე დავხვდა დაბრკოლება, რომ შემოუხვიეთ. თავარ გზაზე მოძრაობთ. შემაღლებული ზებრებია და ფრთხილად გადავიაროთ. ასეთ შემაღლებულ ზებრასთან აუცილებლად რომ მივუახლოვდებით შუა სარკეში ამოწმეთ ხოლმე. მოკლედ შუა სარკეზე მინდა რომ ძალიან გაგიმახვილოთ ყურადღება და რა ვიცი, ხარ რამიზეს ვიგონებ, რომ აი კარგად გაგააზრებიოთ. მარტო გამოცდა არ არის მეგობრებო, მანქანის ტარებას სწავლობთ, ხვალ ქალაქში უნდა გამოხვიდეთ, დაიწყოთ მანქანის სიარული. ხო გაიაზრეთ კარგად შუა სარკის გარეშე არ შეიძლება ამაზე, იმიტომ ამახვილებ ყურადღებას, რომ აი ძალიან ბევრი მოდიან, რომლებიც ვერ ხმარობენ შუა სარკეს. ახლა ჩვენთან მოდიან, ჩვენ შესახებ რო გებულობს ხალხი, მოდიან სხვასთან გავლილი აქვს გაკვეთილები, მერე მოდიან ჩვენთან საშველად და აი გაოცებული რჩები ხოლმე რა. ახლა ზოგ დამიჯერეთ 35 გაკვეთილი ქონდათ გავლილი, რამდენიმე ახლა არ მნიშვნელობა აქვს რომელ ავტოსკოლაში. მოვიდნენ ტარებაზე ზედმეტი ალაპარაკი და შუა სარკე გამოყენებული არ ქონდათ. უბრალოდ სირცხვილია რა, სირცხვილია მართლა იმ ადამიანის, ვინც ამზადებდა ამ ხალხს რა.
როგორ შეიძლება რა დალოცვილო ასავლე რა ხო შეიძლება ნორმალურად რა თუ არა და ნუ პირდები და ნუ აძლევ ყველა იმედებს აქ ნუ 300 მეტრში მოუხვიე მარჯვნივ გვეუბნება ეხლა გვეუბნება რომ მალე მოუხვიე მარჯვნივ ჩავრთეთ მარცხენა ციმციმა რადგან მარცხნივ ვერთებით გზას ეხლა გავიხედე ყურადღებით და შორი დისტანციით უნდა გავსაზღვრო აი ეს მარშრუტკა უნდა გავატარო და თუ განთავისუფლდა გზა შემდეგ გავაგრძელებ მოძრაობას მიაქციეთ შემხედრი ზოლიდან მოძრავ მანქანას რა სიჩქარით მოძრაობს და რა მანძილზეა სიჩქარე და მანძილი ყურადღებით განსაზღვრეთ ჩვენ როდესაც გზას უერთდებით ჩვენი სიჩქარის გამო იმ ზოლში მოძრავ მანქანას არ უნდა შეუქმნათ შეფერხება ანუ იმის სიჩქარეზე არ უნდა ვიმოქმედოთ ისე უნდა განვახორციელოთ მანევრი და არც ტრაექტორია არ უნდა შევაწყვევინოთ რა თქმა უნდა მიმართულება 70-იან მონაკვეთში მოძრაობთ თავარ გზაზე Ormuzda-იან მონაკვეთში შევდივართ, შევედით 50-იან მონაკვეთში და აქ ნიშანი იყო რომ 200 მეტრში გავდივართ ავტობანზე. სადაც მოძრაობა არის 90, მაქსიმალური სიჩქარეა 90. ჯერ 50-იან მონაკვეთში ვართ, მივედით 90-იანთან, ნახეთ ეს მანქანა გადმოსვლას აპირებს. აი ვერ მოუჩქარეთ, ამიტომ როგორც კი გავწდება, უკვე ვიწყებთ მომატებას. დროულად უნდა ავწიოთ დასაშვების სიჩქარის ფარგლებში უნდა ავიყვანოთ სიჩქარე. $75-80 მაინც უნდა იმოძრაოთ ამ მონაკვეთში. თუკი ავტობანზე თქვენს წინ მოძრავი მანქანა მოძრაობს 60-ზე ნაკლები სიჩქარით, შეგიძლიათ რომ გაასწროთ. შეგიძლიათ კი არა, უნდა გაასწროთ. უნდა, ნუ ახლა თუ 300 მეტრში მოუხვიე მარჯვნივ ნათქვამი აქვს, ამ შემთხვევაში აღარ გაასწროთ. იმიტომ რომ შეიძლება ვერ მოასწროთ მანევრის დასრულება. სამას მეტრში მოუხვიე მარჯვნივ. ესე იგი არც ერთ ვიდეოში არ შეგვხვდა აქ მარჯვნიდან მომავალი მანქანა რომ გადასვლა გავაკეთო. მალე მოუხვიე მარჯვნივ. ხო, იშვიათად შემოდიან მანქანები, მაგრამ ყურადღებით ამ გზას ვაკონტროლებთ.
რადგან მარჯვენა ზოლში უნდა გადავიდეთ, სარკეში მხარზე გავიხედე და გადავიდეთ. 50-იანი მონაკვეთია უკვე მარჯვენა ზოლში რო გადმოვედით. Stop ნიშანი გვაქვს, მოძრაობას ვაგრძელებთ პირდაპირ და მარჯვნივ, მაგრამ აქ აუცილებლად უნდა ჩავრთოთ მარცხენა ციმციმა, უნდა მივიდეთ stop ნიშანთან, გავჩერდეთ, რომც არავინ არ მოძრაობდეს, 3-4 წამი მაინც უნდა გავჩერდეთ, შევამოწმოთ, ვინც მოდის, ყველა უნდა გავატაროთ. კიდევ ვიმეორებ, თუ არავინ არ მოდის, მაინც ვჩერდებით 4 წამი. გადმოვედით მთავარ გზაზე და ვიმყოფებით 70-იან მონაკვეთში. დავინახეთ 50-იანი ნიშნული, დავიწყეთ სიჩქარის დაწევა. 50-იანში შევედით 50-ის დასაშვების სიჩქარით. ანუ 70-იანი მონაკვეთიდან ახლა თუ შევარდებით, ხო, 50-იანში 60 და 65 დავწიოთ სიჩქარე 50-მდე, 45-მდე და ისე შევიდეთ. აჩქარების ზოლში ვიმყოფებით, უკვე ჩავრთე მარცხენა ციმციმა. დავიწყე სარკის კონტროლი. როდესაც სარკე მოგცევს გადასვლის საშუალებას, მხარზე გავიხედავთ და გადავდივართ. –90-ია მაქსიმალური სიჩქარე. 60 დაბალი სიჩქარით რომ მოძრაობდნენ, მანქანები შეგვეძლო რომ გადაგვესწრო. უნდა გადავასწროთ უბრალოდ. 500 მეტრში მოუხვიე მარჯვნივ. სამას მეტრში მოუხვიე მარჯვნივ. მარჯვენა ზოლში ვარ, შესაბამისად ციმციმას არ ჩავრთავ. მალე მოუხვიე მარჯვნივ. უნდა გადავიდეთ. უნდა მოუხვიოთ მარჯვნივ, ხო? აქ აი კიდევ ერთხელ მიაქციეთ ყურადღება. აუცილებლად გვჭირდება სარკეში გახედვა და მხარზე გახედვა ფანჯარაში. ეს არის მეგობრებო, მერვე მარშრუტი, ავდივართ ახლა სააგენტოსკენ, ჩვენ ვიმყოფებით ავტოსკოლა საჩხერეში და თბილისში. ჩვენი ავტოსკოლა მოგამზადებთ თბილისში ნებისმიერი საგამოსტო ქალაქისთვის შესაბამის შერჩეულ გზებზე, თუ რომელ ქალაქში აბარებთ გამოსტას, იმის და მიხედვით გაგიყვანთ შერჩეულ გზებზე. ასევე ჩვენი ავტოსკოლა საჩხერეში მდებარეობს, სადაც არიან პროფესიონალი ინსტრუქტორები, ზაზა ცერცვაძე, ლაშა ღუღუნიშვილი, ირმა ბოჭოიძე. ჩვენ ვასწავლით როგორც თბილისში, ასევე საჩხერეში მოედანს, თეორიას, მანქანის ტარებას, საგამოსტო მარშრუტებს ყველა ქალაქში. დაგვიკავშირდით. წარმატებას გისურვებთ ყველას. ახლა დავაკვირდეთ, მივედით სააგენტოსთან 50-იანი მონაკვეთია, მალე მოუხვიე მარცხნივ გვეუბნება. აი ნახეთ ახლა აქ უყურეთ, აქ არის ორი გამოსასვლელი მარცხენა მხრიდან. პირველი, აი ამ მანქანასთან გვაქვს უპირატესობა, მაგრამ აი აქ წრეზე კიდე რო ვინმე მოძრაობდეს, აქ გვაქვს დათმობის ვალდებულება. უკვე შემოვედით წრეზე მოძრაობთ, აქ უპირატესობა გვაქვს მოძრაობის. ანუ აქ თუ მარჯვნიდან ვინმე შემოდის, მასთან დათმობის ვალდებულება არა გვაქვს.
და შევდივართ სააგენტოში. წარმატებას გისურვებთ ყველას.